ძველი წიგნის გადაფურცვლისას ხშირად მხოლოდ ტექსტს არ ვკითხულობთ. მასში მოგონებები და წლების ისტორია ცოცხლობს. ზოგ წიგნს თაობები ინახავს, ზოგიც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. თუმცა მათ ყველაზე მთავარი მოვლა და შენარჩუნება სჭირდებათ. არასწორმა ტენიანობამ, მზის ხილმა, სულაც თავიდან უხეშად აღებამ შეიძლება წიგნი ნელ-ნელა დააზიანოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შევუნარჩუნოთ მას სიცოცხლე წლების განმავლობაში. ოთახი აუცილებლად და ძალიან სასურველი კი არა, აუცილებელია რომ იყოს მშრალი, იყოს ნახევრად დაბნელებული, ანუ სასურველია დაბნელებული, კარადები უნდა იყოს დახურული, ჯობს დახურული იყოს, ნაკლებად მტვერი შევიდეს და ოთახში უნდა იყოს კლიმატური რეჟიმი დაცული. ტენიანობა 50-55, ტემპერატურა სასურველია 18-20 გრადუსი. მუდმივად მშრალი ჰაერი გამოაშრობს წიგნს და ბოლოს გახდება მსხვერვადი. ასე დროს ძალიან რთული ხდება ხოლმე, თითქმის შეუძლებელი გამოასწოროს რესტავრატორმა სიტუაცია და იმას თავისი ის ელასტიურობა დაუბრუნდეს. და რაც შეეხება იმას, რომ იყოს ზედმეტი ტენიანობა და ამ დროს ხდება, აი ზედმეტ ჭარბი წყალი რო წარმოვიდგინეთ, შეიწოვა ქაღალდმა და უარესი მდგომარეობა მერე ჩნდება ობი, ჩნდება სოკო და შემდგომ მისი გამოსწორება მართლა ძალიან რთული ხდება. რესტავრატორების თქმით, წიგნების შენახვისას ხშირად უშვებთ შეცდომებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მათ აზიანებს. განსაკუთრებით არასასურველია წიგნის დახრილ მდგომარეობაში მოთავსება, რადგან ეს ყდის დაზიანებასა და ფურცლების ამოვარდნას იწვევს. აი ესეთი წაქცეული ყოფით ეს ბლოკი აუცილებლად ჩამოცურდება და მოძრება ყდას. ეს დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად მოხდება. ამიტომ ვერტიკალურად დაწყობილა ესე გვერდ-გვერდ, თან ძალიან გაჭედილიც არ უნდა იყოს. ნახეთ როგორ თავისუფლად ფინალის გაწევა უნდა შეგეძლოს და ამ წიგნის გადმოღება კიდე დანაშაულია, მეწეგან ეს არ თქვი, ესე თითით გადმოღება იმის ყდის და აი ამ ადგილებს აუცილებლად ხევა ხოლმე. ეხლა ესენი სულ ყველა აღდგენილია და ამის საშიშროება არ აქვს. რაც შეეხება აი სქელტანიან და მე-5-მე-6 ფორმატის წიგნებს, ჯობს ჰორიზონტალურად დავალაგოთ, იმიტომ რომ თავის სიმძიმე ასევე დააზიანებს და ბროშურებსაც სასურველია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დავალაგოთ. წელიწადში ორჯერ ძალიან აუცილებელია სათითაოდ ყველა ცალს შევეხოთ, გადმოვიღოთ, გადავამოწმოთ, რა თქმა უნდა მშრალად დავასუფთავოთ, მაგრამ თუ საჭირო იქნება, აუცილებელია დეზინფექციის ჩატარება. სპეციალისტების თქმით, წიგნის მხოლოდ გარემო პირობები არ აზიანებს. ხშირია მექანიკური დაზიანებებიც, კალმით ან მარკეტაკეთებული ჩანაწერები, გვერდების მოკეცვა და ფურცლებზე უხეში მოპყრობა დროთა განმავლობაში წიგნის სტრუქტურას აზიანებს. მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე მექანიკური დაზიანებებიც, აი რაც ყველაზე ძალიან არასასურველია და ყველაზე უფრო ხშირი შემთხვევა და ყველაზე მეტად რაზეც ბრაზდები, ეს არის სკოჩის დაკვრა. სკოჩის დაკვრა, აი არ ვიცი რა, როგორი დანაშაულია პირდაპირ და თან უფრო ხშირად ხდება ხოლმე პირველი გვერდი ზიანდება ხშირი გადაშლის დროს, ხო, როცა სარგებლობთ წიგნით და პირველი ფურცელი იცით რომ სატიტულია და უფრო მნიშვნელოვანი განსაკუთრებით რარიტეტულ გამოცემებზე მნიშვნელოვანი გვერდია და მისი ესე დაზიანება ჩათვალეთ, რომ სადაც სკოჩი ეკვრება, ის ადგილი განადგურებულია. გირჩევთ მექანიკური დაზიანებებისგან მაინც ავირიდოთ თავი და შევიკავოთ თავი, თუ გარემო პირობას ვერ უქმნით და სასურველ პირობას ვერ უქმნით ჩვენ ბიბლიოთეკას.